კოლეგებო, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. განსახილველ საკითხებში დაგვემატა მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების შესახებ განხილვა პირველი მოსმენით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ განხილვა პირველი მოსმენით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ განხილვა პირველი მოსმენით, ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით, 14 საკითხად ადმინისტრაციულ სამართალდაღოვართა კოდექსში ცვლილება მესამე მოსმენით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდაღოვართა კოდექსის მესამე მოსმენით ცვლილება, გარემოს დაცვის შესახებ კანონის ცვლილების პაკეტი მესამე მოსმენით, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიის სტიპენდიის შესახებ კანონის ცვლილება მესამე მოსმენით, თავდაცვის კოდექსში ცვლილება მეორე მოსმენით, საგადასტურებო კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით, ლოტარიების აზარტული და მომგებიანი თამაშობების კანონის ცვლილება პირველი მოსმენით, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის ცვლილება პირველი მოსმენით, დაცული ტერიტორიის სტატუსის შესახებ კანონის ცვლილება პირველი მოსმენით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, მთავრობის მიერ წარმოდგენილი დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში, წამყვანი კომიტეტი აქვს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საკითხთა კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტები, განათლების, გარემოს, ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და სოფლის მეურნეობის კომიტეტები. ბატონო, გადაეცემა შესაბამის კომიტეტებს, ასევე ცნობად უნდა მივიღოთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ანგარიში, აზერბაიჯანში ვიზიტთან დაკავშირებით კომიტეტის ვიზიტი, ასევე ინფორმაცია საქართველოს საქმეთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საქმეთა სამინისტროების შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დღიდან ძალაში შესვლის შესახებ, ასევე ინფორმაცია ცნობად ვიღებთ საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩართული შეთანხმების 1 მაისიდან ძალაში შესვლის შესახებ და ბოლო საკითხი გახლავთ ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის გადაწყვეტილებით პეტიციის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეპუტატების ჯანდაცვის სოციალური დაცვის სამინისტროს განსახილვად გაგზავნის შესახებ ეცემა პეტიცია ჯანდაცვის სამინისტროს. სხვა საკითხები თუ არის გადავინაცვლოთ ხდომათა დარბაზში ბიუროს ხდომა დახურვა დღეს გვექნება კიდე ბიუროს ხდომა როგორც იცით მაგრამ აქედან ხო გეტყვით განრიგს პლენარ ხდომაზეც ვიტყვი დღეს ჩვენ პოლიტიკური განცხადების შემდეგ განვიხილავთ კანონ პროექტებს ასევე გვექნება სუსტი ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღება და კენჭისყრა ნახოთ ვარაუდობ რომ 3 საათისთვის შეიძლება გქონდეს უკვე შემდეგ შევისვენებთ გვექნება ბიუროს ხდომა ამასობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა შემოვა მთავრობიდან და შესვენების დროს გვექნება ბიუროს ხდომა გადავცემთ თავდაცვის კომიტეტს კომიტეტი დღესვე ჩატარდება კანდიდატურას განიხილავენ შემდეგ ისევ ბიუროს ხდომა გვექნება გადავცემთ პლენარულ ხდომას და დღესვე გვექნება კენჭისყრა ვარაუდობ დაახლოებით 5-6 საათისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის არჩევასთან დაკავშირებით ასე რომ რამდენიმე ბიუროს ხდომა გვექნება და 2 კენჭისყრა გვექნება დღეს ხვალინდელ დღესაც ბარემ გეტყვით 12 საათზე დავიწყებთ ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაციით ნახოთ რამდენ ხანს გაგრძელდება და შემდეგ ხვალაც გვექნება 2 კენჭისყრა ვინაიდან მეორე და მესამე მოსმენები გვექნება დაჩქარებული კანონ პროექტების